მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო. დღეს ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობის ირგვლივ პატიმართან მდგომარეობაზე, ასევე ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის აი ყოველდღიურადელი მოვლენების ირგვლივ სასაუბროთ. მე მიიღე გადაწყვეტილება დღევანდელი ეთერი დაუთმო სამღვდელოებას. ამ მიზნით ჩვენთან სტუდიაში მოვიწვია სოფელ დიღმის წმინდა მოწამე მარინეს ეკლესიის დეკანოზი წინამძღვარი მამა დავით ისაკაძე, ჩიტაძის წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიის დეკანოზი მამა დავით გლივიძე, სიონის საკათედრო ტაძრის დეკანოზი მამა დავით ლასურაშვილი, სოფელ ჭოპორტის მღვდელი მამა ვახტანგ დავითაშვილი, ბოლნისის სიონის მღვდელი ტაძრეთის სამების სახელობის ტაძრის მღვდელი მამა არჩილ ქიტიაშვილი, ასევე სოფელ დიღმის მღვდელი წმინდა მარინეს ეკლესიის მღვდელი მამა ნიკოლოზ ჩხიკვაძე, წმინდა გიორგის სახელობის ვაზისუბნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელი მამა გურამი და ასევე ბალიჯის წმინდა სახელობის ტაძრის მღვდელსახური, როცა მამებს გადასცეს სიტყვას, მინდა გთხოვოთ მამებო, რომ დაასახელოთ თქვენი ვინაობა და დაასახელოთ თქვენი ტაძარი, რომ ტაძარში თქვენ მსახურობთ. ასე რომ მე შევეცდები ბატონებო და ქალბატონებო ცოტა ვისაუბრო ამ საკითხებზე. მე გასაგებია, რომ ჩვენ ყველანი ვართ ამ საკითხით ღირსება შეელახული, მოდი პირდაპირ ესე ვთქვათ, და ყველანი ვართ გაღიზიანებულები. ჩემი პოზიცია პირადად ასეთია, რომ ამის შერჩენა არ შეიძლება. ეს არის შეურაცხყოფა მთელი ქართული საზოგადოების ერის და ისტორიის. მე მაგალითად არ ვიცი სახელმწიფო, სადაც ასეთი რამ მომხდარა და არ ვიცი დრო და ისტორიის ფრაგმენტი, როცა ასე მასიურად ხდებოდა ასეთი რანგის სიბინძურე და ასეთი სიმძიმის დანაშაული. ამიტომ მამა დავით ისაკაძეს ვთხოვ, მამაო, პირდაპირ თქვენთან გადმოვდივარ, თქვენი პოზიცია რა არის და რა გამოსავალს ხედავთ შექმნილი მდგომარეობით. მოგესალმებით ყველას, ძმებო, დებო, შვილებო. უნებრივია, რომ მთელი საქართველო შეზრწმუნებულია იმ კადრების ხილვის შემდეგ, რომელიც გადიოდა ტელეარხების საშუალებით ეს დღე. ეს არის ჩვეულებრივი ფაშიზმი, ჩვეულებრივი სადიზმი. როდესაც თომას ჯეფერსონმა დაწერა ამერიკის დამოუკიდებლობის ქარტია, ხაზგასმით აღნიშნა ფუნდამენტური უფლებების შესახებ, ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შესახებ, მისი ღირსების დაცვის შესახებ, რასაც დღევანდელი ევროპული თუ ამერიკული საზოგადოება თავაზობს ჩვენს ერს, ანუ იმ დემოკრატიული პრინციპების დაცვას, რომელიც არის აუცილებელი ყველა ქვეყნისათვის. მაგრამ ჩვენ ეკლესიას გვაქვს კიდევ უფრო ზეაღმატებული კანონები, ღვთაებრივი კანონები. წმინდა წერილში მათე სახარებაში კერძოდ წერია. უფალი ბრძანებს, საპატიმროსა შინა ვიყავ, საპყრობილესა შინა ვიყავ მე და მოხვე ჩემდა. ანუ ხედავთ როგორ არის. პატიმარში თვით იესო ქრისტე იგულისხმება. თითოეულ პატიმარს აქვს თავისი უფლებები და გააჩნია ასევე ღირსების დაცვის ფუნდამენტური უფლება. მე არ ამომდის გონებიდან აი საზარელი ხმა პატარა ბავშვის, რომელიც როდესაც სცემდნენ ამბობს, ნუ მირტყავ, კარგი რა, ნუ მირტყავ. ის საზარელი კადრები, რომელიც ჩვენ ყველა ვნახეთ, აი ამ ყოველივეს შემდეგ, თუ ხელისუფლებას აქვს უფლება, მორალური უფლება, რომ იყოს კვლავ და კვლავ ქვეყნის მართვის სადავეებთან. ჩვენ ვნახეთ ასევე კადრები ინტერნეტის საშუალებით, თუ როგორ აწამებენ ქართველ გმირს, საქართველოს გმირს გიორგი ანწუხელიძეს ოსი ეროვნების და რუსი ეროვნების
სამხედროები, მაგრამ მათ გონებაშიდაც კი არ გაუვლიათ ის, რომ ისეთი საშინელება ჩაედინათ, რაც ქართველმა ჩაიდინა ქართველის მიმართ საპატიმროებში. მე გულისხმობ აი ამ საშინელ აქტს გაუპატიურებისას. ეს არის პირდაპირ მინდა ვთქვა პირსისხლიანი რეჟიმი, რომელსაც ზულს საკუთარი ხალხი და ზულს საქართველო. დავამთავრებ. ნერონის, კალიგულას, დეოკლეტიანეს, ლენინის, აი ამ დიდებული ადამიანების ბრჭყალებში, კოჰორტაში ღირსეული ადგილი ჰპოვა საქართველოს პრეზიდენტმა და მისმა უახლოესმა გარემოცვამ. ისინი არაფრით არ განსხვავდებიან აი იმ ვამპირებისაგან, რომელიც მე ჩამოვთვალე. ამდენად მათი სამართლებრივად პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს. და არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ იმაზე, რომ თითქოს მათ არ იცოდნენ, ან გაბრაზდნენ, ან 1-2 მინისტრი გადადგა და ამით თემა ამოიწურა. კიდევ მეორე, უპირველესმა ხელისუფალმა პირველ რიგში უნდა აგოს კანონმდებლობით პასუხი. აი ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება და მე ვფიქრობ, მთელი საქართველოს ღირსეული წარმომადგენლების მოსაზრება. ამადავეთ, მე დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, აი გზნობ ახლა პასუხისმგებლობას, რაც უნდა ვთქვა ამაზე. ერთი კლების წინაშე ვლაპარაკობ და ერის წინაშე ვლაპარაკობ, თუმცა ძალიან მრავალრიცხოვანი აუდიტორია გისმის. მე დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტი პირადად მონაწილეობდა ამ წამებებში. ვიცნობ რა მის ბინძურ ფსიქიკას შენდობას ვეთხოვ თქვენთან ასეთი აგრესიისთვის და ვიცნობ რა მის ბოლო კაცმოძულეობას ეს ადამიანი პირადად მონაწილეობდა. მე მყავს ჩემი თანაფრაქციელი ძალიან გამოცდილი ადამიანი პეტრე მამრაძე, რომელიც წლების განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა სპეციალურ სტრუქტურებში და სამსახურებში და პირადი ურთიერთობა ჰქონდა სააკაშვილთან და ვანო მერაბიშვილთან. პირდაპირ აცხადებს, რომ პრეზიდენტი კითხულობდა დეტალებსაც კი. პატიმარს როცა აწამებდნენ, ის რას ყვიროდა, რა სიტყვები კნესოდა და რამდენად ბღაოდა, აი ამ სიტყვებსაც კი, ესე იგი, გამოკითხვაც კი უყვარდა და სხვათა შორის მინდა გავიხსენო, შარშან ზაფხულში გამოქვეყნდა თუ გახსოვთ ეხლა საზოგადოებას ვიმართოთ ფოტორეპორტიორების საქმე. როცა ფოტორეპორტიორები დააკავეს თითქოს და სამშობლოს ღალატის ბრალდების სინამდვილეში, ფოტორეპორტიორებმა გადაიღეს 26 მაისის კადრების, შემზარავი კადრები, რაც არის მხოლოდ ამათი გადაღებულია და ამის გამო იყვნენ დაპატიმრებულები. იქ ჩანაწერში იყო საუბარი ვანო მერაბიშვილის და შოთა უტიაშვილის. სადაც შენდობას ვითხოვ თქვენგან და საზოგადოებისგან ციტირებ ვანო მერაბიშვილს, ეკითხება უტიაშვილს. იხმარეთ თუ არა ყველა მხრიდან დაკავებული ფოტორეპორტიორები. ანუ ბოდიშვიხტი ესეთი გამოთქვის, მაგრამ ხო გესმით რა შეკითხვა დაუსვა მინისტრმა თავის მოადგილეს ანალიტიკურ სამსახურის ხელმძღვანელს, რომელიც ხელმძღვანელობდა დაკითხვას და ჩვენებების გამოძალვას, მათგან მე იყო პრეზიდენტის და ვანოს საუბარი გავრცელებული და ასე შემდეგ. ამიტომ მე შემიძლია პირდაპირ განაცხადო, ამის თანამონაწილე და შემოქმედი, თანამონაწილე კი არა, იდეის ავტორი და შემოქმედი, ამ ბინზური სისტემის შემქმნელი სწორედ პრეზიდენტია და რა თქმა უნდა ამაში მონაწილეობდა სხვა მინისტრებიც. და ორიოდე სიტყვით კიდევ და დავამთავრებ ჩემს სიტყვას. და მე მინდა ვთქვა, რომ ის ადამიანები, ვინც მხარს დაუჭერს ამ პირსისხლიან რეჟიმს, არანაკლები დამნაშავენი იქნებიან და ვინც შეეცდება რომ გაამართლოს ისინი. ეს არ არის პოლიტიკური განცხადება, ჩვენ ყველას აბსოლუტურად, ყველა საქართველოს მოქალაქეს მოგვაყენეს, არ ვიცი, ენით აღუწერელი შეურაცხყოფა. შელახულია ჩვენი ღირსება და არა მხოლოდ იმ პატიმრების. ამიტომ მათ სამართლებრივად უნდა აგონ პასუხი. დიდი მადლობა, მომავალ დავით, გთხოვთ თქვენი მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, შემოძრწუნებელი იყო კადრები, რაც აჩვენეს ტელევიზორში, მე ბოლომდე არც მინახია, ვერ შევძლებთ ყურება. მაგრამ თუ შეიძლება, რას ფიქრობთ, ასევე თქვენ პოზიციაზე ყველა რომ რას ფიქრობთ, რატომ შეიძლება ამას აკეთებს ადამიანი და რა მიზანი შეიძლება ასეთი მასობრივი სიბინძური ემსახურება. მაგრამ არანაკლები აღმოჩნდებელი იყო პრეზიდენტის ცინიკური სიტყვები, რომ ესეთი რამები სხვა ქვეყანაში ხდება და მაგრამ ისინი ამას მალავენ.
ეს მე ვფიქრობ არანაკლები დანაშაულია იმაზე, რაც ვნახე, ამან უფრო შემძლრა და ამიტომ უფრო ვაკეთებ ამ ჩემ განცხადებას, რასაც ახლა ვიტყვი. კი, ნამდვილად იყო ესეთი ქვეყანა, ეს იყო გერმანია, მესამე რეიხის ზეობის პერიოდში, როდესაც ადოლფ ჰიტლერმა შექმნა ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია. ზუსტად ესე ერქვა, ნაციონალ-სოციალისტური მუშათა პარტია. ეს პარტია შეიქმნა 1919 წელს და 45 წელს მოხდა მისი ლიკვიდაცია. ჰიტლერი, როდესაც მოვიდა თავიდან ქვეყნის სათავეში, მან დაიწყო ავტობანების შენებობა, დაიწყო გერმანიის ელექტროფიკაციას, დიდი კრიზისის შემდეგ, სოფლიო კრიზისი იყო. არქიტექტურაში ჩარევა. ყველაფერს გერმანია აყვავა. მაგრამ და მისი პირველი სლოგანები ცით რა იყო ერთ-ერთი მთავარი სლოგანები. გერმანელებისათვის გასაკეთებელი კიდევ ბევრია და ერთი იყო ესეთი მეტი სარგებელი გერმანელ ხალხს. აი ესეთი სიტყვებით მოდიოდნენ გერმანელები. ჰიტლერი ძალიან უყვარდათ ქალებს, თქვენ გემახსოვრებათ, როგორ ტირიან ქალები და ხელებზე კოცნიან და ფეხებზე კოცნიან ადოლფს, დიდ ფიურერს. და ყველაფერი ეს იცით დამთავრდა ნიუნბერგის პროცესით. 1945-46 წლებში, როდესაც ეს პარტია იქნა გაუქმებული და მესამე რეიხის მთელი ელიტა იქნა გასამართლებული. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი უდიდესი დანაშაულების გამო ეს იყო თავარი ფეთავი. რატომ? ძირითადად საკონცენტრაციო ბანაკებში ჩადენილი არაადამიანური საქმეების გამო. აი ესეთი გაუპატიურებების გამო, დახოცვის გამო, ცდების ჩატარების გამო ადამიანებზე და მათი სულიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის გამო. თანაც ნახეთ ამ ნიუნბერგის პროცესზე გასამართლდნენ არა ოსვენციმის ბანაკის უბრალო ჯალათები, რომლებიც უშუალოდ ამას აკეთებდნენ, არამედ ელიტა. ესეთი უბრალო ჯალათები პატარ-პატარა სასამართლოებზე გასამართლდნენ და ნიუნბერგის პროცესი, რომელიც მთელი კაცობრიობის დასანახად მოეწყო და 4 უდიდესი სახელმწიფო აწყობდა ამერიკა, ინგლისი, საფრანგეთი და რუსეთი, საბჭოთა კავშირი, სამაგალითოდ დაისაჯნენ. ევროპა, რომელიც ადამიანთა უფლებების დამცველი იყო ყოველთვის ეს იდო მასში, იქამდე იყო აღშფოთებული, ეს ადამიანები ჩამოახჩო გერინგი. და გერინგმა მანამდე თავი მოიწამლა, ის მას უშველეს, განკურნეს და მერე ჩამოახჩეს. ბორმანი, რიბენტროპი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ანუ მინისტრები და მესამე რეიხის ელიტა დაისაჯა და არა შემსრულებლები, შემსრულებლები ცალკე დაისაჯა. ესენი ჩამოახცეს, ზოგს სამუდამო პატიმრობა მიცეს, დიდი ისენი მიცეს, წლები, ზოგს 20 წელი, 15 წელი. დღეს ჰიტლერის სახელი და ნაციზმი სირცხვილია გერმანიისათვის. გერმანელებს ხვენიათ ჰიტლერის და ფაშიზმის შესახებ, როდესაც ლაპარაკობენ, აი უხერხულ მდგომარეობას გრძნობენ, ვარდებიან. და ეს სიტყვა ნაციზმი იღებს სათავეს სწორედ მათი პარტიის, ნაციონალურ სოციალისტურ მუშათა პარტიიდან. დასახელება აქედან მოდის. მათ ეძახდნენ ნაციონალებს, ნაცებს და ნაცისტებს. და გერმანული ნაციზმი აი აქედან იღებს დასახელებას და სამარცხვინოა დღეს გერმანელებისათვის. მათ ხვენიათ, რომ ჰიტლერის გერმანელი იყო. მე ვფიქრობ, ერთო ნაციონალური მოძრაობა სამარცხვინო მთელი საქართველოსთვის. არა მარტო საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის. ესეთი რამ ნამდვილად არსად არ ხდება. კი, პრეზიდენტო ბრძანა რო ხდება, მოხდა ერთხელ გერმანიაში. შეიძლება რომელიმე ქვეყანაში სადაც ცალკეული გამოვლინება იყოს, იმ წუთში დასჯიან მინისტრი გადადგება, შეიძლება მთელი მთავრობა გადადგეს ერთი შემთხვევის გამო და ესე რომ მასიურად ხდებოდეს, ესეთი რამე არ ხდება. და თანაც ნახეთ რა ხდება. გერმანელები ამას უკეთებდნენ დაპყრობილ ხალხს. სხვა ადამიანებს რო თავისი ერი კარგად ყოფილიყო, თუმცა ესეც სწორი არ არის და ნაციონალური მოძრაობა საკუთარ ხალხს უკეთებს ამას. და მაინტერესებს არ უყვართ ქართველები. მეცაც გეტყვით. გიორგი ბარამიძე რო გამოვიდა. პირდაპირ თქვა რომ თავი აწიათ და ისე იარდა. დღეს გერმანელებს ფაშიზმს რო უხსენებ და ჰიტლერს თავს დაბლაწევენ და ცხვენიათ. და ეს უტიფრობა არის უფრო საშიში, როდესაც მოუწოდებ შენ ხალხს, დათრგუნულ ხალხს, შენიანებს, რომელიც შოკირებულები არიან, შიშით მოვიდა შენთან შეკრებაზე, ეონები თავი აწია, ანუ შენ კიდევ მოუწოდებ, რომ ჩვენ ამას კვლავ გავაკეთებ. ეს ხალხი საშიში არის არა მარტო საქართველოს, მთელი მსოფლიოსთვის. დიდი მადლობა. და მე ვფიქრობ, როდესაც ამერიკელებმა მოაწყეს ნიუნბერგის პროცესი, ისინი იყვნენ ამის მოწყობები და წარმართველები და ერთ-ერთი მაკონტროლებლები და დღესაც ამერიკელები მკაცად აკონტროლებენ, რომ
ფაშისტო პარტიები არ მოვიდნენ ქვეყნის სათავეში, ძალიან მკაცრად აკონტროლებენ. რამოდენიმე წლის წინ ავსტრიაში მოვიდა ერთ-ერთი პარტია და გააუქმეს ეს და ხელახალი არჩევნები მოაწყეს. აი, საინტერესოა დღეს რატო არ იღებენ ხმას, როდესაც საქართველოში პირდაპირ ფაშისტური პარტია არის. ამ საკითხზე გამაგრძელოს საუბარი, მამადარ ძალიან გთხოვთ შემოუშვათ დიდი ხანია. ბატონო ჯონდი. დიახ, მოგესალმებით. როგორ გზავდები? კარგად ღვთისმხელობით, თქვენ როგორ გზავდებით? ძალიან მომენატრეთ. ყველა საქმეში ღმერთმა ხელი მოგიმართო და ბედნიერი იყავდე. თქვენი ჩანაფიქრი ასრულებული ყესა. მადლობა, ქალბატონი ჟუჟანა თვალწები. ჯანმრთელად და ბედნიერი. მადლობა, დიდი მადლობა. ჩემი ძმა ხარ თქვენ. ძალიან მიყვარხარ. მადლობა, დიდი მადლობა ქალბატონო, მადლობელი ვარ. ესე თბილი ზარისთვის. მამა დავით ლასტურაშვილს მამამ დასრულეთ, არა? კი. მამა დავით ლასტურაშვილს და მე ისევ გექნება საშუალება დავუბრუნდეთ ამ საკითხებს. მამა დავით, ხო, თქვენი პოზიცია და რა გამოსავალს ხედავთ აქედან? სავარაუდობის ჩემს საუბარს დავიწყებ წმინდა პავლე მოციქულის სიტყვებით. პავლე მოციქული თავის ერთ-ერთ ეპისტოლეში ამბობს, რომ ჩვენ ქრისტიანებს მოგვართავთ, თქვენო ტაძარი ღმრთისანი ხართო და ვინცო ერთი ტაძარი მაინც გახსნას ღვთისო, იგიცა გახსნას უფალმა ღმერთმა. ეს ეხება ადამიანებს. ანუ თქვენო მორწმუნეები, ღვთის ტაძრები ხართო და თუ კი ერთ ტაძარს ვინმე გახსნისო, უფალი იმ ადამიანს გახსნის. დღევანდელ საქართველოში რაც ხდება, ადამიანები ადამიანებს ხრწნიან, ადამიანები ფიზიკურად აშენებულ ტაძრებს დანგრევენ. და მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებზე და ტაძრებზე კი აღარ არის საუბარი, საუბარია უკვე იმაზე, რომ ეს რაღაც სისტემურ ხასიათს იღებს და მასიურ ხასიათს იღებს ეს ყველაფერი. თქვენ რა აზრის მზადებითო გითხარით და გამორიცხულია, მე ასე ვფიქრობ, გამორიცხულია, რომ დღეს არსებობდეს არა მხოლოდ საქართველოში, არამედ იმის ფარგლებს გარეთაც ადამიანი, რომელსაც შეიძლება რაღაც განსხვავებული აზრი ჰქონდეს და ეს ადამიანი ჯანმრთელი იყოს. თუ კი მას განსხვავებული აზრი აქვს და არ გმობს იმ ყველაფერს, რასაც ხდება. დღეს ძალიან ბევრი ადამიანი გამოდის და თავის პოზიციას აფიქსირებს და მათ შორის უკაცრავად გამოთქმაზე და უკვე ჟურნალისტების აჟივჟივდნენ ცუდი გაგებით, რა თქმა უნდა, ამიტომ ვამბობ. პირველი არხის ჟურნალისტები ისთვის მე მგონი სიახლე არ იყო ასეთი პოზიციების დაფიქსირება. ეკაკვესტაძის ყავდა ერთ-ერთი ფილოსოფოსი გუშინ საღამოს ვინმე მაისურაძე ეთერში. და ეს ადამიანები ასე საუბრობდნენ დუეტში, რომ თითქოს და ეკლესიამ წაახალისა აგრესიულად მოქმედი სასულიერო პირები. თითქოს პატრიარქმა რაღაც მეათე ცნება მოიგონა. მე-11 ცნება მოიგონა. სასულიერო პირებმა იცოდნენ, იქ რაც ხდებაო და რატომ არ ამბობდნენ ამ ყველაფერს. პირველი ჯერ საიდან უნდა ცოდნათ სასულიერო პირებს კონკრეტულად რა უნდა ხდებოდეს იქ. არაერთხელ ყოფილა, რომ სასულიერო პირებისათვის იქ შეურაცხყოფა მიუყენებიათ და უკვე ხათ უპასუხია და ასე შემდეგ. იქ მომსახურე პოლიციელებს. თუნდაც ეს, რომ ჩვენ არაერთხელ გამოთქვი ჩვენი პროტესტი, რომ ასეთი სახით სასულიერო პირთან მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ ეს რჩება და რჩება ასეთ მდგომარეობაში. ჯერ საიდან უნდა ვცოდნა სასულიერო პირებს რა ხდებოდა საპატიმროში. და შემდეგ კიდევ სასულიერო პირებისაგან ის რაც ჩვენ ვიცოდით, რაზედაც ხელი და გონება მიგუწდებოდა, არაერთხელ იყო ამაზე ნათქვა. არაერთხელ იყო ასეთი მოწოდებები, რომ ადამიანებისადმი კეთილგანწყობილი მოპყრობა უნდა ყოფილიყო. და ასეთი მაპატიმამო, ასეთი ფილოსოფიებისგან მე ხმა ამოღებული არ გამიგია. ასეთი ხმა არ გამიგია ამოღებული, თორსა განგაში ზარები იყო, ცალკე ეკლესია ამბობდა, რომ საპატიმროებში წამოვიდნენ, რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ჩვენთვის არც ერთთვის ცნობილი არ იყო. ცალკე ჩვენ ამაზე გქონდა შეტევა, ცალკე მედიას, აი ესეთი ფილოსოფოსები, სრულ ფილოსოფოსები არასოდეს ხმას არ იღებდნენ და ეხლა გამოდიან ეკლესიის კრიტიკით და ცილისამებით პატრიარქის და ეს არის ისევ და ისევ ის პრინციპი, რომ ტელეწამყვანს და ზოგადად არხს მოყავს ისეთი ადამიანები ეთერში, რომლებიც იმ პოზიციას გამოხატავენ, რომელიც მათი პოზიცია, ანუ ჟურნალისტი უკვე ნაკლებ საუბრობს და ასაუბრებს თავისივე პოზიციის მატარებელ ადამიანებს. ეს ეკლესიას უნდა დაბრალდეს. და ეს უნდა დაბრალდეს ეკლესიას და ამ ადამიანს ასეთი სიტყვები თქვა, რომ
დღეს ამ ქვეყანაში არ არსებობს ვინმე ავტორიტეტი, ვარც პრეზიდენტი, ვარც პატრიარქი, რომლის კრიტიკაც არ შეიძლებოდეს. ეს ამ თემას უკავშირდებოდა და მან თავის საქადაგებლად გამოიყენა ის ტრიბუნა, კვესტაძის ტრიბუნა, გამოაყენებინა კვესტაძემეს და მე მახსენდება რამოდენიმე წლის წინადელი, როდესაც ეს ხელისუფლება პირველად მოვიდა და ომბუდსმენის მოადგილე თუ რაღაც ამდაგარ თანამდებობაზე ოდიოზური ფიგურები დაინიშნენ, ერთ-ერთი ბექა მინდიაშვილი იყო და მინდიაშვილის საუბარი მოვისმინე რადიოთი, რომელიც საუბრობდა ასეთ რამეს. პირდაპირ იგივესაც დღეს მაისურაძემ თქვა, რომ ეკლესიაში რაც ხდება, აქედან გამომდინარე უნდა ვთქვა, რომ იქ თავისი სინათლე არ გაჩნდებაო. სინათლე უნდა შევიტანოთ გარედანო, ჩვენ უნდა შევიტანოთ ეს სინათლე. ეკავე სიტანზე უნდა შემოიტანოს. არა, ალბათ ბნელმა ადამიანმა ბექა მინდიაშვილმა ფაქტობრივად ბნელმა ადამიანმა, ბნელი ცნობიერების ადამიანმა როგორ შეიძლება სადმე შეიტანოს სინათლე. თან სად? იქ სადაც ეკლესია, სადაც სინათლის წყაროა. თავი ამ ეკლესიისა არის ღმერთი. და რაც შეეხება იმას, რომ ეს ადამიანი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა, მსახურობდა აწუկე ყოფილ ომბუდსმენთან, ამ ადამიანთანაც არაერთხელ ყოფილა საუბარი ამ თემაზე. ისაც ტელეკავკასიასთან მოხდა რამოდენიმე წლის წინ და ის ბიჭები დაკავებულები არიან ისევ ამ თემაზეც მივმართეთ ჩვენ და არაერთხელ მივმართეთ. ამ თემებზე და სხვა თემაზეც. ამ ადამიანს თითიძე არ დაუდევს იმისათვის, რომ ეს სიტუაცია გამოიყენა პირიქით თავისივე პატაკებში, რომელსაც აბარებს ან საქართველოს პარლამენტს ან კიდევ უცხო სახელმწიფოებს, იქ რაღაც მონაბუდ მონაჩმახი გამოაქვეყნა ამ თემებთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე პროტესტი ქონდა, მივედით მასთანაც, არავის არაფერი არ გაუსწორებია. და ეს ადამიანი არ გავუსწორებ. ეს მათი პრინციპია და ხალხში არის ასეთი აზრი მოისმენ ძალიან ხშირად, რომ როგორი უნიათოც იყო ეს ადამიანი სხვა ადამიანების უფლებების დაცვაში, ისეთივე უნიათო იქნება ეს ადამიანი მინისტრის თანამდებობაზე. ანუ ერთ-ერთი გამართლება იმ მდგომარეობისა, რომელიც რაც ახლა ხდება. ამ ადამიანს იქ დანიშნეთ. კიდე მინდოდა მე თქვა ის, რომ დასვლა და მე ზარი შემოუშვა და ისე გავაგზავნა. ის ყველაფერი, რაც დღეს ხდება, რა არის აქედან გამოსავალი? გამოსავალი არის ისევ და ისევ ღვთისმცნეების ცხოვრება და ის რომ ყველა უნდა ვიცოდეთ, რომ სხვას რომ გახსნი, ანუ ღვთის ტაძარს გახსნი, შენს განიხსნები. და თუ კი ადამიანები ამას შეიწნარებენ და ასე უცბად დახვებიან იმ ყველაფერს, რაც ნაციონალური არხებით გადაიცემა, მაშინ რა თქმა უნდა ასე გაგრძელდება. მეტი სარგებელი ხალხი დღეს გაისმის აქეთ იქ სადაც გნებავთ ავტობუსზე, რადიოში, ყველგან გაკრული გამოკრულია. პირადად ჩემი დამოკიდებულებაა და სათქმელი იმ ადამიანებისათვის, ვინც დღეს მისმენენ და ვინც ალბათ მომავალში მოისმენენ უკვე ჩანაწერს ამ გადაცემებისა. ამის შემდეგ სულ ამ სარგებელს უნდა ელოდეთ თქვენ, თუ ყველაფერი ისევ ასე გაგრძელდა და ჩვენ გვწყევს ეს იმ ადამიანები, რომლებიც დღეს წევს. მადლობა მამო, ეხლა მე მეუბნებიან რომ ზარია და მე მინდა მე ვისაუბროთ ჩვენ ეგრეთ წოდებულ ლიბერალიზმზე, რომელიც რეალურად არის სიზულვილი ეკლესიის, სიზულვილი სამშობლოსი, ეროვნულობის და შეუწყნარებელი ამის მიმართ დანარჩენი ყველაფრის მიმართ შემწყნარებლობა. და რამდენად არის ეს ნამდვილად ლიბერალიზმია თუ ფსევდოლიბერალიზმია და რა გამოვლენა ეს და იგივე სოროსის ფენომენზე, რომელიც ძალიან აქტიურად დღემდე სხვათა შორის დღემდე გრძელდება ესეთი ფსევდოლიბერალიზმის დაფინანსება, რომელიც გულისხმობს იმას, რომ ახალგაზრდებს განსაკუთრებით უნდა ასწავლონ სამშობლოს სიზულვილი, ის რომ პატრიოტიზმის სირცხვილია, ის რომ რაღაც ისეთ სიტყვები, როგორც არის სამშობლო და ესე იგი პატრიოტიზმი და ეკლესიურობა და წმენა, ეს რაღაცაც ველმოდურია, მაპატიეთ გამოწვია გოიმურია და რომ ვაშკარდო თუ თანამედროვეა, ამას პოლიტიკოსებიც ამბობენ, რომ შუას ის კი არ უნდა ასწავლოს სამშობლოს შეეცირო. არამდის რომ კეთილდღეობით და ბედნიერად ისხოროს მაპატიეთ, მაგრამ როგორც ძროხამ, რა ბალახზე მიშვებულმა, ანუ მხოლოდ ბიოლოგიური ბედნიერები კეთილდღეობით იყოს კმაყოფილი და სულიერ საზრდოზე არ იფიქროს და არ კონდეს გაცდა ის რომ წარსულის გაგრძელება აწყოზე არ ფიქრობდეს და არ ფიქრობდეს რა თქმა უნდა ის რომ ისი გაგრძელება უნდა იყოს და ის გაგრძელება ისეთივე ქართული უნდა იყოს და ისეთივე წმინდა და სუფთა იყოს როგორც წმინდაც მოდის საქართველოს ეხლა სააკაშვილის მაგვარი გამონაკლისები გახსნილი გამონაკლისები ყოფილა შემდგომშიც იქნება მაგრამ ახლა ასეთი მასშტაბები ასეთი უფლებებით
სააკაშვილის მაგვარი გახსნილები არასოდეს არ ყოფილან საქართველოში. როსტომ ხანი იყო, მაგრამ მაშინ უფრო მაგრად იდგა როგორც ჩანს ერი და ამდენი სუფლება როსტომ ხანისთვის არ მიუცია და ეხლა მე როსტომ ხანს როცა შევადარებ ხა სააკაშვილი არახუმრობით მითხეს რომ შენ შეურაცხყოფა მიაყენოს ამას როსტომ ხანს იმიტომ რომ ამდენი ბოროტება მაგას არ გაუკეთებიო და ეს კადრები ჯერ კიდე ჩვენ მე და ამ ადამიანს ვისმენს მითხრა ნახე არ ქონა როსტომ ხანისათვის იქნებოდა შეურაცხყოფა დიახ ხო ეს მითხეს ალო გისმენთ ალო ისა დიდი ბოდიშით მამავებო მე მორწმუნე ქართველი ვარ ქრისტიანი მართლმადიდებელი და ვიცი რომ ღმერთმა სოდომი როგორ და ისთვის დასაჯა მე ერთი უბრალო კითხვა მაქვს ამ სოდვით ჩამდენი დღეს რასაც ჩვენ უყურებთ ტელევიზორში ჩემი აზრით ანათემიაც გადაცემულები უნდა იყვნენ აუცილებლად და ეგ გაშობდეთ მათ ფაბული ანგელოზი დაგაჩენი თქო კომენტარი გააკეთეთ ამაზე საუბრობთ ეს რეალურად თემა ამ თემაზე საუბარი როგორ შეიძლება როგორი დამოკიდებულება უნდა ქონდეს ეკლესიას სხვათა შორის მე მინდა ლიბერალიზმზე განმორცოთ საუბარი და ამა არჩილს ხო მოგესალმებით პირველ რიგში დელი არჩილი დაბა კაზრეთის წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური რა შეიძლება ახლა ლიბერალებზე ითქვას ეს ადამიანები წლების განმავლობაში რაც ეს ხელისუფალი მოვიდა ჩვენს ქვეყანაში გვიმტკიცებენ რომ თავარი პრობლემა თურმე ის ყოფილა საქართველოსი რომ სექსუალური უმცირესობა მარშით ვერ გაივლის რუსთაველზე ის რომ ვინმე გეისაძე თუ არ მიშლება ვერ წერს ღვთისა და ერის შეურაცხყოფელ წიგნებს იქ სადაც უნდა და ვერ ქადაგებს მას უნივერსიტეტში თურმე ეს ყოფილა ყველაზე მძიმე პრობლემები აი ამაზე იყო მთელი ტელევიზიებით ესე ვთქვათ წნეხი რომ აი მთავარი პრობლემა ეს არის მთავარი პრობლემა ის ყოფილა რომ სკოლებში ვერ შედის სექსუალური აღზრდა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ამ ადამიანების დიდი მონდომებით 8 მართლმადიდებელი ბიჭი მხოლოდ იმისთვის დაიჭირეს მხოლოდ იმისთვის რომ მათ ვერ მოითმინეს ღვთისმშობლის შეურაცხყოფა და პროტესტი გამოთქვეს ამის წინააღმდეგ არც ერთი ფაქტი არც სასამართლოს არც პროკურატურას არ დაუდია იმისა რომ თუნდაც ერთ-ერთ მათგანს შეეგინოს მაინც იმ ფაქტზე რისთვისაც ისინი დაიჭირეს და მათ მიუჩნდეს 4.5 წელიწადი 2-7 წელიწადი არაფრის გამო თურმე მხოლოდ იმის გამო რომ ერეკლე დეისაძეს უთხრეს რომ ჩვენ ცუდად მოიქეცი რომ ესეთი წიგნი დაწერე და ეს ყოფილა მთავარი პრობლემა ესე ვთქვათ ქართული არის ერეკლე დეისაძემ რომელმაც ღმერთი შეგვიგინა საწუნებელში აბსოლუტურად ხო ეს იყო თქვენი ეთერით მე მგონი დიახ რა ხდება ახლა თან აბსოლუტურად შვიდად რაც თავარი სამყაროში რა ხდება ამის გამო რა ხდება მართლა არაბულ სამყაროში და რა დღეში იყვნენ ჩვენი ეგრეთ წოდებული ფსევდოლიბერალი პოლიტიკოსების ლიბერალებად ცნობილები თუ გახსოვთ როგორ პირდაპირ დასახრეთად იმეტებდნენ ამ ეკლესიის ამ რეალს ამ 8 ადამიანს უმის ეხლა საჯელს იხდიან და როგორი გაწვევენ მაგალითად ვიცი პოლიტიკოსები რომ ჯერ პირი არ გაუღიათ ამ საკითხთან დაკავშირებით უბრალოდ ხმა არ ამოუღიათ ეს ამას ყველაფერი ნახეს ზოგიერთი არ არის ყველა ეს არც ხალხი ზოგიერთი არის ფსევდო ოპოზიციურად ცნობილები რომელთა ჯერჯერობით ამ თემებზე ამე განსაკუთრებული კომენტარები არ გაუკეთებია ასევე მინდა შევეხო აუცილებლად ბატონ ტუღუშს ამ თემასთან დაკავშირებით მან თავის დასკვნა ისე დადო რომ არც ერთი მონაწილისთვის არც ამ 8 ბიჭისთვის არც მათი მეგობრებისთვის კითხვაც კი არ დაუსვავს საერთოდ არც მოსულა ადამიანებთან და არ უკითხეთ თქვენ რომ თქვენზე რომ მასი ამბობენ ეს ასია თუ არა და ეს ადამიანი დღეს არის გარანტორი იმისა რომ ლდანის მერვე კოლონიაში თუ მთელ სისტემაში სხვა რამე არ მოხდა მაგრამ ეს იქით იყოს მე მინდა სულ მოკლედ დიდხან დროს არ წაგართმევთ ქალბატონ ჩორგოლეიშვილს რომლის კაბინეტშიც დაიგეგმა ამ ბიჭების დაჭერა და ალბათ იგეგმება კიდევ ბევრი რამ დიდი სიბინძური ჩვენი ერის წინააღმდეგ ეს ერთგვარი ლიდერი გახდა ახლა ლიბერალური ფსევდოლიბერალური ფრთის გიგაბოკერიას მეუღლა აი მას მინდა ვკითხო და მის თანამებრძოლებს ახლა ყველას გვარი მე არ ვიცი რომ დავასახელო აი სად არის დღეს მათი პროტესტი რატომ არ ითხოვენ ისინი პრეზიდენტის და მისი მთავრობის სამართლიან სასამართლოს რატომ არ ითხოვენ იგივეს რაც მოითხოვეს აი უდანაშაულო ბიჭებისთვის მე ვფიქრობ ალბათ იმიტომ რომ აი ამ მთავრობის ერთ-ერთი ძალიან მაღალი თანამდებობის პირი და აი ამ სადიზმის შემოქმედი და ხელშემწყობი მისი მეუღლე არის ბატონი ბოკერია
აი მე ესე ვფიქრობ, ეს არის მათი ლიბერალიზმი. მათ ასე ესმით ლიბერალიზმი. აი რაც დღეს ჩვენ ციხეებში ვნახეთ რა, მათთვის ეს არაფერი არ არის. იმიტომ რომ ეს არ ეწინააღმდეგება მათ მიზნებს. ჩვენი ერის გარყვნას და გათახსირებას, ესე რომ ვთქვა. მე ვეთანხმები მამებს, ამით მინდა დავასრულო, რომ ეს არ არის მარტო იმ პატიმრების შეურაცხყოფა. მე ვფიქრობ, ეს არის თითოეული ქართველის შეურაცხყოფა, იმიტომ რომ მომავალში თელს ევროპაში შეიძლება კარგა ხნით საქართველოს დააკავშირონ აი იმ შეურაცხყოფელ იარაღებთან, რასაც ესენი იყენებდნენ ამ ადამიანების შეურაცხყოფისათვის. იმიტომ რომ ქართული ერის ისტორია ბევრმა ევროპაში არის და ემას ყველა დაიმახსოვრებს. მადლობა, მარჩი მეუბნები რომ ახლა ძალიან და შემდგომში მამა ვახტანგს მინდა ვთხოვოთ. ალო. გისმენთ, დიახ. გამარჯობა ბატონო ჯონდი. გამარჯობათ. ბათუმიდავრება თქვენი ხალხდამჭერები ვარ. მადლობა. ძალიან. და გაგამრავლოთ ღმერთმა. მოხარული ვარ. ყველა შენს გვერდში ვარ. მადლობა. ძალიან მოგვესალმები ყველა მამაოს. ისი შეკითხვას მინდოდა ისაკმა გასცა და უმრავლესობა აქ პასუხი და ძალიან დიდი მადლობელი ვიქნები თქვენი ხალხდამჭერები ბათუმიდან უმრავლესობა მაინც რომ ეს თქვენი კითხვები და პასუხები სისულეში მოვიყვანოთ და მერტი არის ჩვენთან დაგვიფარავს მგონია მაგრამ რაღაც ისეთი სატანა პრეზიდენტი მიაყავს მაგენყავს იმას მე მგონია გააყალბეს და არჩევნებს და ძალიან გული მდგია აბა თქვენი დადეგით ერთად დიდი მადლობა მადლობა ზარისთვის და მე პატარა მინდა გთხოვოთ რეპლიკა მინდა თქვა დიდი მადლობა ზარისთვის და ნუ ხართ განწყობილი პესიმისტურა ვერაფერს ვერ გააყალბებს გააყალბებს და ძალიან სასტიკად დაიჯება ჩვენ დღეს გვაქვს რესურსი რომ არ დაუშვათ არჩევნების გაყალბება ოღონდ ამისათვის ჭირდება თქვენი მხარდაჭერა ყველანი უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე ოჯახში დარჩენა დღეს რეალურად არის ღალატი სამშობლოს ღალატი არის მხარდაჭერა რეალურად აი ამ პროცესების ერთის მხრივ მე მინდა ჩემი აზრი გითხრათ რომ ვინც დღეს ნაცმოძრაობას მხარს დაუჭერს და ხუთიან შემოხაზავს ის აი ამას ხაზავს აი ამ ძალადობას აი ამ სიბინძურის მხარდამჭერია და არ მონაწილეა ამ სხერფლია ამ სიბინძურის და ის ვინც დღეს სახში დარჩება ის ასევე ხელს არ შეუშლის აი ამ ძალადობის შენარჩუნებას ამიტომ მინდა გთხოვოთ ყველანი მოვძადეთ არჩევნებზე აუცილებლად თქვენ გაქვთ კარგი არჩევანი თქვენ გაქვთ ორი ძირითადი ოპოზიციური ძალა რომელთა შორის თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ მაგრამ თუ ვინ რომელიმე არ მოგწონთ რომელიმე ადამიანი რომელიმე ერთი პარტიის სიაში მაშინ შეგიძლიათ მიისცეთ მეორე პარტიას მე ახლა არ გამომივიდეს ჩემი პარტიის ან ჩვენი კოლეგების რეკლამირება სამხედროების წინაშე უბრალოდ არ დავიწყებ სახელით ლაპარაკს იცით თქვენ რომელ ორ ნომერს შორის უნდა გააკეთოთ არჩევანი დანარჩენი ასევე მინდა გითხრათ რომ 73 რაიონია მაჟორიტარულია 72-ში მოგიწოდებთ რომ ხარი დაუჭიროთ ქართული ოცნების მაჟორიტარებს ჩვენი მათ გაუთავისუფლეთ და მე პირადად მივეცი დავალება უკვე ჩემ პარტიულ სტრუქტურას რომ მათ დაეხმარონ ხოლო და მხოლოდ საბურთალოზე ვჩევი მე როგორც მაჟორიტარი და აქ რა თქმა უნდა ყველას მოგიწოდებთ ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებს რომ ხარი მე დამიჭიროთ მადლობა ესეთი ჩართვისთვის რადგან არჩევნებზე ჩამოვარდა საუბარი და თქო ზარი შემოუშვა და შემდგომში მოგესალმებით მამაოებო ამ უზნეობას რატო არ განიხილავთ კიდევ იმ კუთხით რომ ეს ხელისუფლებამ სპეციალურად გააგეგმა ბიუჯეტის შესაძლებლად ხალხი დაეშინებინა რომ ზიზღი შეექმნათ ციხეებში მოხვედრაზე და ყველა ხომარად აი ბინების გაყიდვით ყველაფრის კომიტეტები როგორც ციხეში არ მოხვედრა ეს ძალიან მნიშვნელოვანი ის არის კუთხეა იმიტომ რომ ეს ძირითადად შექმნილი იყო ბიუჯეტის შესაძლებლად ამ ბიუჯეტიდან მე აშენებენ შენობას ყველაფერს გზებს რო გითხო და განაჩენი რაც ხდება ყველამ კარგად ვიცით. მადლობა ზარისთვის. რაც შეეხება ფულის გამოძალვას ეს არის დაკანონებული ტრადიცია. მე შემიძლია ერთი მონაცემი გითხრათ 14000 საპროცესო შეთანხმება, ანუ 14000 მჟავდებულს 18000-დან ერთი წლის განმავლობაში გამოძალეს ფული. რაც შეეძლოთ მაქსიმუმი. პირდაპირ პროკურატურაში ყავთ ესეთი სპეციალური ბატლენებივით კლერკები, რომელიც მიდიან და ათვალიერებს ქონა რამდენი სკამი ტელევიზორი რამდენად გაიყიდება, საკარს შეუფასებენ და აყიდინებენ ამ საკარს. ეხლა მამა ვახტანგს მინდა ვთხოვო და მე შემოვუშვათ ზარი. მოგესალმებით, ძველი ვახტანგის სოფელ ჭოპორტის ღვთისმშობლის ეკლესიის თემსახური. ძველი ვახტანგის სოფელ ჭოპორტის ღვთისმშობლის ეკლესიის ღვთისმსახური. ვეცდები ვიყო კორექტული, თუმცა ძალიან რთულია აი ამ სიტუაციაში კორექტულობის დაცვა. ყველანი შეძრწმუნებულები ვართ
ის საშინელება, რაც ჩვენს თავს გადახდა, დიდ დროს მე არ წაგართმევთ ერთი რამ მინდა თქვა. იმავე საღამოს ჩვენი პრეზიდენტი გამოვიდა ტელევიზიით და მან განაცხადა, რომ ჩვენ არ ვაქცევდით ყურადღებას სახალხო დამცველის ანგარიშებსო. ანუ ეს ნიშნავს იმას, რომ მათ იცოდნენ აი ამ ყოველივე შესახებ, თუმცა არ ახდენენ ამაზე რეაგირებას. დღეს საუბრობენ, რომ თითქოს არავინ არაფერი არ იცოდა, ეს არის მტკნარი სიცრუე, მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ყველაფერი კარგად იცოდა და ერთის მხრივ იკვეთება ორი რამ. ერთი, პირველი ის, რომ ეს არის დანაშაულის დაფარვა, რადგანაც იცოდა სულ ყველამ ამის შესახებ და მეორეს მხრივ, როცა ამაზე არ იღებდნენ ხმას, ეს არის თანამონაწილეობა დანაშაულში. ორივე მე როგორც ვიცი, დღევანდელი კანონმდებლობით არის სისხლის სამართლის დანაშაული. ამდენად დღევანდელი ხელისუფლება, აი მე ამას ვაცხადებ სრული პასუხისმგებლობით, დაწყებული უმაღლესი ხელისუფლებიდან დამთავრებული უდაბლეს სკოლამდე სულ ყველა არის დამნაშავე დღევანდელი კანონმდებლობით. მათ სულ ყველაფერი იცოდნენ. თავად ვთქვეს, რომ ჩვენ ვიცოდით, თუმცა ამაზე არ მოვახდინეთ რეაგირება. რამოდენიმეჯერ პატრიარქმა განაცხადა ამბიონიდან მიმართა ციხესიმშრომლებს, რომ თხოვა, რომ ნუ მოიქცევით მათ არაადამიანურად. ისინი წარგან პატიმრები ადამიანები და მოუწოდა მათ თანაგზნობისთვის. ასევე უამრავმა სასულიერო პირმა არაერთხელ განაცხადა, უამრავი ფაქტები დაიბეჭდა გაზეთში. რამოდენიმე თვის წინ კოლექტიური ასობით ერთობლივი წერილი შედგა და გაეგზავნა გააცხადა საზოგადოებისთვის ქსნის ციხიდან. როცა ასობით ადამიანმა ხელი მოაწერა იმას, რომ მათზე ხდება ძალადობა, ზეწოლა და არაადამიანური მოქცევა და ვინ არ იცოდა ამის შესახებ. ეს ხო მტკნარი სიცრუეა. ეს ხო აი ამაზე რძენია და იცით ახლა ჩვენ ქართველი ხალხი, ახლა კი მორჩილი ხალხი ვარ და ყველაფერს ხშირად ყველაფერზე თავს ხუჭავთ ხოლმე 1000 რაღაცა ვაკადრეს და რამის ჩვენი ხელისუფალი ჯაყოს დაემსგავსა. ყველაფერზე რომ იზალავა და ყველაფერი წაართვა. და ბახტრიონის, ახლა ცოტა ხმამაღალი ნათქვამი შეიძლება გამომიდეს, მაგრამ ბახტრიონის აჯანყება რითი დაიწყო? მაშინ როცა ქართული კაც მუსულმანი თავზე დაყიოდა, იმასაც კი ითმენდა. მაგრამ ქართველი კაც შევაწუხო მიაყენეს, გაუპატიურეს. და მივიდა მთავართან ბიზნეს ჩოლოყაშვილთან და უთხრა, თუ შენ ამაზე ხმას არ მოიღებო, ესოდვა შენზე იქნება. და ამან გამოიწვია ბახტრიონის აჯანყება და გათავისუფლდა მთელი კახეთი აი ამ ვანდალებისგან. და ახლა კიდე მე არ მინდა ახლა რაღაც მოწოდებები მომივიდეს რაღაც მამაღალი ნათქვამი, მაგრამ არ არის შორს ალბათ ეს გომორება. ყველაფერზე იძალავეს, კაცო. აღარ წაართვეს ვის აღარ მიაყენეს შევაწყობა და ეს რა საშინელებაა, რა არის? რა ხდება, კაცო? ესეთი ალბათ ავანტყოფი უნდა იყო ბოდიშტი, ხლა აღელვებული ვარ, ავანტყოფი უნდა იყო, კარგი, ის პატიმორე შენ რო ამას უკეთებ, კაცო, ასეთ საშინელებას. ესე იგი შენც რაღაცა ფსიქიკურად დაავადებული ხარ რა. ეს როგორ შეიძლება ხელი მოაჭრა, თავი გაუტეხო, ცემო, აი, ნუ ანე რა წესია, მაგრამ ესეთი რაღაცა როგორ უნდა გაუკეთო? ან ვაჟკაცი არ ხარ, ან ქუჩაში ბავშვობა არ ქონია, მეგობარი ძმაკაცი არ ყოლია? ეს რა საშინელება და ეხლა კიდე იძახენ, ვინც იმას იძახოს, რომ ეს ჩვენ ეს არ ვიცოდით, უარესი დამნაშავეები არიან ესენი. ვით კიდე მართლა ამათ გვერდში უდგება, ისინი კიდე უარესები არიან ამაზე რა. ყველგან აყენია კამერები. ყველგან აყენია კამერები. მაპატიეთ, საპირფარეებში აყენია კამერები. და ვისაუბროთ ჩვენ კანონებია რომ ზარია და მე მინდა სიტყვა გადავცე. ზარი შემოუშვი. დიახ, ისმეთ. Алло, სამომშვიდობისად ბატონო ჩვენზე მოგესალმებით, მივესალმები ღირსეულ მამებს, ერისა და სულიერებისა და დაწესების გონს. მე ყველა მათგანს ვიცნობ ძალიან კარგად, ესენი არიან ძალიან ღირსეული ადამიანები და მე მინდა მადლობა მოგიხადოთ ბატონო ჩვენზე მათი მოწვევისათვის, თუ ფიქრობდი რომ აუცილებელი იყო და თქვენ ეს გააკეთეთ და ძალიან მოხალულე ვარ. თუ მენებას მომცეთ რამოდენიმე სიტყვას ვიცი მის შესახებ, მაგრამ თუ შეიძლება ცუდად ისე. რატომ მივედით ამ მდგომარეობამდე? ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა იმ იდეოლოგიამ, რომელსაც სახელმწიფო ეწევა. იმ აგიტაციამ, რომელიც ისმის ტელევიზიის, ძალადობის, უსიყვარულობის, გაუტანლობის, ტანჯის, ტამების, უბედურების და ბოლოს იმით, რომ
ის რაც ხდებოდა გვანტანამოს ციხეში, გადმოვიდა ჩვენს ქართულ ციხეში, სადაც პატიმრებს ასე უძიერად ექცევიან. ეს უგდიერი საფრთხელი არ არის. მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მძიმე ფსიქიური მდგომარეობა ყველა იმ ბადრაგის, იმ თანამშრომლის, რომელიც ამას აკეთებს. ეს ყველაფერი მოიტანა იმან, რომ სკოლიდან, საზოგადოებიდან განიდევნა ზნეობა და სიყვარული, რომლის სადარაჯოდ ედგა ქართული ეკლესია, მართლმადიდებლობა, სულიერება და ბავშვები არ იზრდებიან ისე, როგორც საჭიროა და საფაქტის სახეზია. მე ხომ მინდა ერთი შეკითხვა დავსვა, რომელიც ძალიან მარტივებს, ის ვაპატიმარი, რომელიც დღეს მართლმადიდებლობის დაცვისთვის იხდის სასჯელს, უთამართლოს მისცემს სასჯელს. მე მაინტერესებს ისინი ჩვენი ეკლესიის მრევლი იყვნენ და მე ძალიან მარტივებს მათი ბედი. მე როგორც ისინი იყვნენ გზანის ციხეში, რამდენად მე მახსოვს ეს სტორას ის შემახსენეთ და იყო თუ არა მათაც რაიმე საშინელი ზეწოლა განხორციელებული იმ სტამბისთვის, იმ სიყვარულისთვის, ვისაც ისინი არიან პატიმრები, ღმერთმა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, ჯართამაღლების ბრწყინვალეს დღესასწაულს ყველა დაგასწროთ, ყველა ქართველი მანძიონი, ყველა ის პატიმარი და განსაცდელში მყოფნი ისინი ისეთივე ადამიანები არიან როგორც ჩვენ და არასოდეს არ უნდა თქვათ ადამიანმა არასოდეს არავინ არ იცის, თორე შეიძლება ვინმე წერტით დაუწდეს და მოხდეს ისეთივე სამფროგილეში, როგორიცაც ისინი არიან. კარგად მადლობა ზალისთვის, დიდი მადლობა ზალისთვის. მე კი ვიცით ჩვენ ბიჭებს ყველა ჩვენია, მაგრამ ესენი განსაკუთრებით ჩემ მეგობრებია რამდენიმე დაკავებული. მათ შორის ლევან ჩაჩუა, რომელიც რუსთავის ციხეში იხდის საზრეს და მამა დავით, თქვენ უთხარით იკითხა უბრალოდ გდანის ციხეში რამდენი კაცის ზამბა. გდანის ციხეში ამჟამად მხოლოდ რატი მაისურაძეა დარჩენილი, ისიც უკანონოდ ამდენი ხნის მანძილზე უკვე 2 წელიწად ნახევარი ხდება. მიუხედავად იმისა, რომ სავალდებო განაჩენში არ არის მითითება იმისი, რომ მან ციხის რეჟიმში უნდა მოიხადოს რაღაც განსაზღვრული ვადა, უკანონოდ ამდენი ხნის მანძილზე ამყოფებენ ციხის სისტემაზე. დანარჩენები გადანაწილებულები არიან სხვადასხვა ზონებში. ის რაც ქალბატონმა ბრძანა და მინდა მადლობა მოუხადო მას აი ესეთი თანადგომისათვის და გულისხმობისათვის ბიჭების გამო და საერთოდ პატიმრების ვითარების გამო შეიძლება ასე ვთქვათ, რომ მათ არანაირი ისეთი სერიოზული ასე ვთქვათ ზეწოლა არ გამოსდიათ ადმინისტრაციის მიერ, იმიტომ რომ იქაც არიან ეს მე მინდა ვთქვა ხაზგასმით, რომ არაერთი სხვათა შორის ისეთი ღირსეული პიროვნება, რომელიც პატივს სცემს თავის არწმუნოებას და უყვარს თავის ამშობლობას. ამჟამად მე რადგან ეს ბიჭები გაიხსენეს, მინდა საზოგადოებას შევახსენო რა რომელ მომენტზე არის ლაპარაკი და ვინ არიან ეს ბიჭები. ერთ-ერთმა გარეწარმა, ჩემის აზრით, გაუყუმართებული ფსიქიკის და გონების ადამიანმა. არა, ეს ნამდვილად ასია, შენი აზრით კი არა, ნამდვილად ასია. ხო, დაწერა საშინელი გმობა, ღვთისმშობლის რწმენის, ანუ დედა კი არ შეგვაგინა, ღვთისმშობელი შეგვიგინა და ღმერთი შეგვიგინა და რწმენა შეგვიგინა. ამ ბიჭებმა გამოხატეს თავისი პროტესტი, ეს იყო ჩემის აზრით ძალიან ვაჟკაცური, ძალიან თავშეკავებული პროტესტი სხვათა შორის მინდა გითხრათ. ამ ბიჭებს ჩაუწყეს საქმე და სრულიად უდანაშაულო ბიჭები დღეს იხდიან სასჯელს. მაშინ მე მახსოვს, როცა ეს ბიჭები გამოდიოდნენ ახალგაზრდების მაქსიმუმ მე მგონი 200 კაცამდე იყო მამაო, ხო? მე მეტი იქ არ მინახავს თუ 300 თუ იყო. მე უბრალოდ მინდა ხა როცა ვაკვირდები რა ხდება დღეს ახალ მოსავლეთში, მე გამიშლა შეკრა, ნუ თუ მუსლიმანებს უფრო უყვართ მუჰამედი ვიდრე ჩვენ ქრისტე. გამოდის რომას. მე ასე გამოდის, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ, უბრალოდ რაღაცა ზოგჯერ ჩემო კეთილო ხალხო ზოგჯერ ძალიან მაგრად გძინავ ჩვენ და არ მივდივართ ხოლმე. არ ვაკვირდებით, არა ვარ დაინტერესებული ჩვენი მეზობლის, მეგობრის და თანამოქალაქის ბედიღბალი და რატომღაც მაშინ ეს ბიჭები ჩაიკარგნენ. ღვთისმშობლებით არ ჩაიკარგნენ, იმიტომ რომ ამ ხელა სამღვდელოება და ამ ხელა მრევლი მათ გვერდით დაუდგა და ჩვენ ყველანი ერთად, მე ვხედავდი თქვენ ყველანი ერთად და მე ვცდილობდი, რომ ხან პარლამენტის ტრიბუნი და ხან ამ ტრიბუნი და სადაც კი ეს ტრიბუნა იყო, ყოველთვის გამომიყენები იმისთვის, რომ ამ ბიჭების შრომა, ღვაწლი და გმირობა და ეს გმირობა გამოიხატებოდა რაში უბრალოდ სიყვარულში,
იმაში ისოდენ რომ ეს იყო საფრთხე და მაინც მათ ეს არ გადაყლაპეს და გამოვიდნენ და ვაჟკაცურად თავის საქმელი თქვეს. ამას მოყვა სრულიად სამარცხვინო, სრულიად უპასუხისმგებლო. მე თავშევიკავებ ეხლა იმ ტერმინოლოგიის გამოთქმაზე, რასაც როგორ საიტკენას გული მეკაჩება. გამოთქმები ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნაწილისგან. რომლემაც პირდაპირ დაკავებული ბიჭები დასახლებად გაიმეტეს. პირდაპირ როგორც აი გერმანელი პალეტო, გერმანელი არ ფაშისტი პალიცები თის იშვერდნენ, რომ ესენი არიან დამნაშავე, არიან დამნაშავე, მათ შორის ერთი მე-11 კლასელი ახალგაზრდა იყო, ჩვენი ეკლესიის მედავითნე, სტუდიაში უცემეს. რომელიც სტუდიაში სემეს და რომელიც ასევე დააპატიმრეს შემდგომში. ამ საქმეში სულ არის 32 მოწმე და აქედან 26 პოლიციელი. ეხლა ხვდებით, როგორი მომზადებული და შეკერილი საქმე იყო თეთრი ზაფით. მე ეს არ მithქვამს საყოველთაოდ, უბრალოდ მე მინდა გთხოვოთ, ქართველებს ჩვენ სხვა პატრონი ერთმანეთის გარდა მაღლა ღმერთი ყავს და ერთმანეთის პატრონები ყავს. დედამიწის ზურა ჩვენ სხვა ერი სახელმწიფო როგი პატრონს არ აქვს და ამიტომ ჩვენ ყოველთვის ყურადღებით ვიყოთ. ერთმანეთი დავიცოთ თორ ხო ხედავთ, როგორ მდგომარეობამდე მიდივართ. ეს ლიბერალებს რომელსაც სიყვარული არა, არც ერთმანეთის სიყვარული არ აქვს. სიზღი და ფსევდოლიბერალები, თორე ლიბერალიზმი ეს არ არის, რასაც ისინი განაგებენ. სიზღია და სიზღული ერთმანეთს, მაგრამ მუდმივად ერთად მოქმედებენ. რაღაცა ერთიანებს ჩვენზე ბევრი არ არის, მაგრამ ერთად არის, ამიტომ ჩვენს ერთად ვიყოთ. გავიზიაროთ თვისი ჭირი, ღობეს ჭირი რო იქნება და ასე მდგომარეობამდე ამბობ ეს მე მინდოდა ჩემი საქმელი მამა და ჩემი საქმე რა ჩემი აზრი მეთქვა. ეხლა მამა დავით ნოზაძეს ხო ოზისის გაზის მამა დავით მოგესალმებით ყველას დელი დავითის სოფელი ოზისის გულსახური. მამებმა ეხლა კარგად თქვის რაც მოხდა და როგორი მიუღებელია ჩვენთვის ეს ყველაფერი და მე ერთი რამე მინდა ამას დავამატო. ეკლესია როგორ უყურებდა ყოველთვის და როგორ უყურებს ასეთ მოვლენებს. ეკლესიის დიდი წმინდანები, როგორც იყო იუსტინე პოპოვიჩი და სხვები პირდაპირ ამბობენ, რომ როდესაც ხელისუფალი ივიწყებს ღმერთის ცნებებს, როდესაც ხელისუფალი იბრძვის ღმერთის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ, ზნეობის წინააღმდეგ, ასეთ ხელისუფალს ქრისტიანები გან არ უნდა ემორჩილებოდნენ, საერთოდ არ უნდა უჯერებდნენ არაფერს. ეხლა ავიღოთ ამათი ცხოვრების წესი. დღიდან მოსვლისა, რაც მოვიდნენ, ეს 8 წელიწადია თუ არ ვცდები, ებრძვიან ეკლესიას, ახალისებენ უზნეობას. უკვე იქამდე მივიდნენ, რომ ადამიანები თუ არ უჯერებენ, რას უშვებიან ციხეში ვნახეთ. ანუ ეს ადამიანები მთელი თავიანთი სულისკვეთებით ცდილობენ ქრისტეს სიყვარული ქართველებს წაართვან და შეაყვარონ ეშმაკი. ამ წინააღმდეგ ვერ მოახერხეს მადლობა ღმერთს, ვერც მოახერხებდნენ, იმიტომ რომ ავიწყდებათ ამ ადამიანებს, რომ მათზე უფრო დიდი ადამიანები იყვნენ ადამიანური გაგებით, რომის კეისრები, ბოლშევიკური პარტიის ლიდერები რუსეთში. ისინი დამარცხდნენ და ისინი დამარცხდებიან. აი ნებისმიერი ქართველი ახლა ფიქრობს, რა უნდა გააკეთოს. ვის დაუდგეს გვერდზე, ვის დაუჭიროს მხარი. მეც გულწრფელად ვიტყვი, რომ არ შეიძლება ქრისტიანი კაცი დადგეს იმის გვერდზე, ვინც მტერია ღმერთის, ვინც მტერია სამშობლოსი, ვინც მტერია ზნეობის. მთელი ამათი მოსვლა კიდე კაცი რომ ცდილობდა, რომ გაამართლო, ვერ გაამართლებ, ისეთი ქმედებები აქვს ჩადენილი. ეკლესიის წინააღმდეგ, ღმერთის წინააღმდეგ და სამშობლოს წინააღმდეგ. ახლა კიდე ერთი ისევ იუსტინე პოპოვიჩის დავესესხები სიტყვას. სასულიერო პირი, რომელიც არის მემკვიდრე მოციქულების და ეკლესია, რომელიც მოციქულების სწავლებას მიყვება. თუ ასე არის აზროვნებს, თუ ღმერთზე წინ დააყენებს კაცს, თუ ღვთისშის გაწევს გვერდზე და ადამიანის შიში გაუშვება, ასეთ ადამიანს აღარ შეიძლება ეწოდოს მოციქულის მემკვიდრე, აღარ შეიძლება ეწოდოს ეკლესიის ნამდვილი შვილი. ამიტომ ამას რატო ვამბობ? ჩვენ სამწუხაროდ ხედავთ, რომ ზოგიერთი ადამიანი აღმაშენებასაც უწოდებს ამბობს. ეკლესიას ყოველთვის ჰქონდა პოზიცია და ეს პოზიცია არ შეიცვლება. თუ ეს პოზიცია შეიცვლება, ეკლესია აღარ იქნება ეკლესია. პავლე მოციქული სიტყვებზე არის დაფუძნებული, რომ ნუ იქნებით მონა კაცთა, არამედ უნდა ემორჩილებოდეს ქრისტიანი
ღმერთს. და კიდე ერთი ზოგიერთი ადამიანი იმის შიშით რომ დაკარგავს თანამდებობას, დაკარგავს მატერიალურ კეთილდღეობას, გაჩუმებულია, ხმას არ იღებს. ეს ადამიანები, როდესაც თავიანთ ტრებს მე გულისხმობ პირად მატრებს დაამარცხებენ ესე ციხეებში გამოსწმენ წართვენ. მე ამათაც მეკითხავენ. ამათაც გამოვართმევენ ყველაფერს და აქ ერთმა ადამიანმა ვის დარეკა ტელეფონზე კარგად თქვა რომ ციხეშიო რა ხდებაო, რას ნიშნავს ეს? ციხე დედანის კოლონია დაარბზავს ეს ლომბარდს. შეიძლება ადამიანმა მანქანა ჩადო ლომბარდში ვეღარ გამოიყვანო და დარჩება ის მანქანა, მაგრამ შვილს ხوار დაუტოვებ. ძმას ხوار დაუტოვებ. და ადამიანები ყველაფერს რაც კი ქონება ყიდნიანი. შეიძლება ვალების კი დაიდოს რომ გამოიყვანოს თავის პატიმარიდან. თან პატიმარი მოყავს სახში გახარებული რომ გამოიყვანოთ არ იცის ეხლა ამ კადრების მერე შეწუნებულია ხალხი რა უყვეს მის პატიმარს საერთოდ. დავით, მადლობა სამ მობილური ტრეკავს. მე ისე გავაგთხოვთ მოკლედ ძალიან გთხოვთ. დიახ, ისმენთ. ბატონო ჯონი, მოგესალმებით. მოგესალმები მამაოებს, უთხრევას ავთხოვ. დღეს ბიზინა ივანიშვილს უნდა შეკრება. კავკასიაზე იყო გამოსვლა და ნუ თავის მაჟორიტარი დეპუტატები ყავდა. მან თქვენზე თქვა, რომ ის გელაპარაკათ თქვენ ორჯერ შეხვდათ და კიდევ ერთხელ მოგიწოდოთ, რომ ხელისუფლების თამაშს უთამაშოთ. მან ესე იფიქრა და ესე ჩათვალა, რომ თქვენ ხელისუფლების თამაშს თამაშობთ. მე მაინტერესებს. რაში გამოიხატებოდა ეს? თქვენ გამოლაპარაკება იყო და პირადად მე ისეთი საბერძნელება მშება, რომ მას არ უნდა რომ თქვენ პარლამენტში შეხვიდეთ. არ ვიცი რატომ. და რას მომიწოდებდა ბოდიში ხოლმე მეტყვით, რას მომიწოდებდა? ალო. არა, მე ახლა 73 რაიონიდან 72 რაიონში დაუჭირო მხარი. მათ კანდიდატებს. საბურთალოს რაიონიდან მე არ ვაპირებ ჩემი კანდიდატურის მოხსნას. მე პატივისცემით ვარ განწყობილი, მე ვიცი რომ პირადი საუბრებში ასე ჩანდა ყოველ შემთხვევაში ჩვენ შორის, ისე ის პატივისცემით არის განწყობილი. მე არ მგონი ახლა თქვენი ეჭვები მართალი იყოს და ჩემს წინააღმდეგ იყოს მე განწყობილი. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვერ დაუთმობ ვერაფერს ჩემი ერის და ჩემი სახელმწიფოს დღეს. ბიზნეს მე ვერ დაუთმე 73 და 72 ოლქი დაუთმე. მე მგონი საკმარისია. ერთ ოლქში დავტოვე ჩემი კანდიდატურას, რომ მადლობა ამ ზალისთვის, მადლობა რადგან თქვენ შეკითხვა კიდევ ერთხელ დასვით. თოთ, ბაბა, იგოროს. მოგესალმებით. სოფელ დედმის წინა დიდმოწამე მარინის ტაძრის ველსახური მღვდელი ნიკოლოზ. თემა თავისთავად ცხადია, მძიმეა და მე ერთ-ერთი მიზეზი აი ჩვენი ამ ალბედით წყობის და პერიოდის, რასაც ჩვენ დღეს ვიმყოფებით ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ხალხი. ვფიქრობ, რომ მიზეზი არის ერთი თავარი ამისი დაუსჯელობის სინდრომი. ყოფილმა საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ გაზარდა დღევანდელი საქართველოს პრეზიდენტი. ის ადამიანი, რომელსაც უამრავი შეცდომა, უამრავი არასწორი ქმედებები ჰქონდა ჩადენილი ერის წინაშე, დღეს დაუსჯელი არის. ზის რეზიდენციაში და ხანდახან თუ კარხასიაზე იქნება რაღაც წეილებს წერს და ამა თუ იმ ქვეყნის განვითარების მოვლენებზე საუბრობს. გასაკვირველია, მის შემხედვარად დღევანდელი პრეზიდენტს თავისთავად ცხადია გაუჩნდებოდა იდეა, რომ თვითონაც თუ ჩაიდებდა დანაშაულებს, არც არ დაიჯებოდა. შედეგი სახეზე არის. ერთი დაუსჯელი, მეორე საკუთრებას. ცოდვა საშინელება არის, თავისთავად ცხადია, მაგრამ გააჩნია ცოდვას და აი ეს ქმედებები, რომელიც დღეს ჩაიდინეს კონკრეტულად პიროვნებებმა, გარკვეულწილად 10 ადამიანი თუ არ ვცდები, მგონი დასჯილი არის. მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი ბადაგი, რომელიც გაანთავისუფლეს, მგონი ხონიდან არის თუ არ ვცდები, ხობიდან არა, რომელიც გაანთავისუფლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ის პრეზიდენტის მხარდამჭერი არის. ანუ
თუ მიშა სააკაშვილს უჭერ ხარს, ესე იგი შეკიდე წოდები ჩაიდინო, გაუპატიურო ადამიანებიც, სემო უმუწყალოთ, დაუგრიო ცხვირები და შემდეგ თუ ხმებს მოაგრებ, ეს გეპატიება. ესეთ რამეს აკეთებდნენ მუსლიმანები, როდესაც თუ გადახვიდოდი მათ ჯულზე, ნებისმიერ წოდზე ეპატიებოდა ადამიანს. თუნდაც კაცის ყურებობა. რა სხვაობა არის იმასა და ამის შორის. მე ასევე მინდა ერთი რაღაც თქვა და ამითი ძალიან ისეთი მოკლედ მინდა გამოვიდე რომ თავად დასაჯელი და თავად პასუხი პირველ რიგში უნდა მოეწყოს ხელისუფლებას. იმიტომ რომ მათგან მოდის ეს ყველაფერი. და ის რომ ჩვენ არაფერი არ ვიცოდით და ის რომ ის გაბრაზდა ჩვენ შეურაცხყოფილები დავრჩით და ეხლა რომელი ჯობია ერის შეურაცხყოფა თუ პრეზიდენტის გაბრაზება. გაწყვეტილი სიტყვა, ხო, ესე იყო როგორ. ამიტომ მინდა გეთი რაღაც კიდევ ამითი და დავამთავრო, რომ ძალიან ესეთი ამერიკას ძალიან ხარს უჭერს ჩვენი პრეზიდენტი და ფიქრობს, რომ იქიდან იქნება ჩვენზე შველა. მე რაღაცა მინდა ამითი თქვა, სერაფიმე როუზი ერთ-ერთი მამა, რომელიცაც მისი ფრაზაა ცნობილი. ეხლა უფრო გვიანია ვიდრე მგონია თუ ეს ეხებოდა მეორეთ მოსვლას. მე მინდა მას მიმართო. ეხლა უფრო გვიანია ვიდრე შენ გონია. იმიტომ რომ საქმე დამთავრებული არის, საქმე დამთავრებული იმდენ რამდენადაც თქვენი ხელისუფლებით, თქვენი ქმედებით ხელი მოაწერეთ თქვენ საკუთარ ლიკვიდაციას ქვეყანაში და მე ვფიქრობ, რომ ერი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს ეს რაღაც ერთ კვირაში. მადლობა, დიდი მადლობა მომო, დიდი მადლობა ბატონო და ქალბატონო რომ გისმენთ და კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ ერთობისთვის. ჩვენ ერთად ერთმანეთზე ზრუნვით შეგვიძლია ავიცილოთ ყველა ასეთი თუ სხვა სახის უბედურება და გადავარჩინოთ საკუთარი ოჯახები და საკუთარი სამშობლო. ცალ-ცალკე ვერაფერს ვერ გავალ. ვიყოთ ერთად და ვიშლომოთ ერთად და ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის. მადლობთ.